მით უმეტეს დაიკეტა ქვია ამ ჩემი თანამშრომლების დახმარებით, ხო? აქედან გამომდინარე სახელი ვირთხა ქვია იმას, ვინც გიღალატებს, ვინც დავალებას შეასრულებს. პირდაპირ მინდა თქვა, რომ ვინც დავალებას შეასრულებს და ადამიანი არ არის დასაჭერი და შენ ციხეში უშვებ, როგორ შეიძლება მაგის სუფრაზე, ნებისმიერ სუფრაზე რომ დაждდეს, თვითონ ხო იცის რა გაკეთებული და როგორ შეიძლება მის შვილს უთხრას მე კარგი ბიჭი ვარ. სადმე გინახია წიგნში რომ ან კოდექსში ქეთი რომ კარგი ბიჭი და ცუდი ბიჭი. სადმე გინახია რას ქვია კაცო კარგი ბიჭი, რას ქვია ცუდი ბიჭი. სადმე ხო არ გინახია და ვერც ნახავ. ეს კარგი ბიჭი არის შენი გავლილი გზით. ვინ როგორ პატივს გცემს, ხო? ზოგი მწერალია, ზოგი ხატვარია, ზოგი ფეხბურთელია, ზოგი ბოქსიორია, ზოგი ბიზნესმენია და რა სიკეთე გაკეთებული, აქედან გამომდინარე ხარ კარგი ბიჭი და გცემენ პატივს, რა თქმა უნდა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რატომ უნდა შენ თავს დაუძახო კარგი ბიჭი, როცა შენ კაცს იჭერ, ასამართლებ, ციხეში უშვებ, ოჯახს უღუპავ. შენ წარმოიდგინე ახლა კეთი, ციხეში ზის 1000-ობით ადამიანი, რომელსაც 2 შვილი, 3 შვილი, 5 შვილი ყავთ, ხო? და არის გოგო 30 წლის გოგო ყავთ ცოლი. რა ქნას მითხარი? ციხეშიც რაღაცა პურის ფული უნდა შეუგზავნოს. 1000 ადვოკატი, 1000 რაღაცა რა ქნას მითხარი? აი ხალხი, ოჯახები იღუპება. კეთი როგორ არიცი? გელა ბარკალაია. წარმოიდგინეთ თქვენ ძალიან დიდი გზა გაიარა და გელამ რო არიცის 300 მეტრის ქვევით მიწის ქვევით რა არის ის ვიცი. ჩიტი რომ მიფრინავს ზევით აერში შევხედავ და ვიცი გულში რა აქვს. უნდა იცოდე გამოცდილება უნდა ქონდეს. თუ გინდა მაგარი იყო, უნდა საქმე იცოდე, პრაქტიკა უნდა ქონდეს მიღებული. შენ არ წიგნი იცი, არც პრაქტიკა იცი და როგორ გინდა ახლა საქმე ვაკეთო და წარმოებები მართო, ხო? ჩვენ გვყავს თაობა, შალვა, უკეთესი რო არ არსებობს ისეთი. მაგრამ ამ ჩვენ ახალგაზრდებს ჩვენ არ ვაძლევთ არც განათლების საშუალებას, სტიმულს, არ ვასწავლით თავისით რაღაცას სწავლობენ ბავშვები, სწავლობენ და მერე სამსახურს ვერ შეულობენ. ვიღაცის შვილი მიყავთ სამწუხარო კი არ არის კაცო, ეს არის საშინელება. ვიღაცის გაუნათლებელი შვილი მიყავდა ისე თანამდებობაზე სვამენ, მე მიკვირს ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროში რო ხდება, ხო? რა ხდება ბიჭო, ვინ, სად, რა, როგორ?